საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მოწვევით ჩამოვედი. ძალიან მიყვარს რაგბი. ჩემთვის დიდი პატივია დავესწრო საქართველოს ირლანდიის მატჩს, რადგან ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მით უმეტეს, მაშინ როდესაც საქართველოს ამ მატჩიდან ორ კვირაში სამხრეთ აფრიკასთან გამართავს შეხვედრას. ძიუდო ჩემთვის პირველი სპორტი იყო. ჩემი ქვეყნის სახელით სხვადასხვა შეჯიბრშიც მონაწილეობდი, თუმცა სამხრეთ აფრიკაში რაგბის თამაშს პატარა ასაკიდან 6-7 წლიდან იწყებენ. სკოლაში დავიწყე რაგბის თამაში. ძალიან მიყვარდა რაგბი. სკოლის პირველ გუნდშიც კი ვთამაშობდი. სკოლის შემდეგ ჯარში წავედი, შემდეგ კი ჯარის გუნდში ვთამაშობდი. ასე რომ ვთქვათ, რაგბი მაღალ დონეზე მაქვს ნათამაშები. ჩემი პოზიცია სკოლის პერიოდში 7-8 ნომერი იყო. სკოლის შემდეგ ფიზიკურადაც მოვძლიერდი და 3 ნომერზე ვთამაშობდი. რაგბი თუ ჯუდო? რთული შედარებაა. ფაქტია, რაგბიშიც იცი, როგორ დაეცე, როგორ შეხვიდე კონტაქტში შენს ოპონენტთან, როგორ გააგდებინო ბურთი მას და თავად როგორ წაიღო. ძიუდოში მნიშვნელოვანია ბალანსის შენარჩუნება და ამ ბალანსის მუდმივი კონტროლი. რაგბიში კი, როგორც გუნდურ სახეობაში, სხვა უნარებიც ძალიან მნიშვნელოვანია. სამხრეთ აფრიკის ნაკრებით ძალიან ვამაყობ. მათ ძალიან ძლიერი გუნდები დაამარცხეს. იტალიას ახლახან 42-24 მოუგეს. ისინი ზედიზედ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულებიც არიან და გუნდი, რომელმაც 4 მსოფლიოს თასიც მოიგო. საქართველოს ბომბელაზე ითამაშებს, რომელიც მოზამბიკის საზღვართან ძალიან ახლოს არის. ქართველებს სიცხე და ტროპიკული ჰავა დახვდებათ. ამ თამაშს ვერ დავესწრები. ამ დროისთვის მონღოლეთში ვიქნები ძიუდოს გრანდ სლემზე. ხო, საქართველოს ძიუდოს შერეულმა ნაკრებმა საოცარი გამოსვლა გვანახა. მე ეს ვიწინასწარმეტყველე და ვთქვი, რომ ფინალი 4-2 დასრულდებოდა. რა თქმა უნდა, 4-1 დასრულდა, რადგან ერთი ბრძოლა არ ჩატარდა. მე ქართველებით ვამაყობ, რადგან მათთან მეგობრობ და მიხარია, რომ საქართველოს შეძლო გამარჯვება. საქართველოს გუნდში ვფიქრობ, რომ გოგოებს ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდათ, რადგან გუნდში 3 ბიჭი და 3 გოგო ასპარეზობს და ქართველმა ქალებმა კარგი სანახაობა აჩვენეს. ეს დანარჩენ გუნდისთვისაც მოტივაცია იყო და ყველა დაძაბულობა მოხსნილი ჰქონდა. ყველამ კარგად იასპარეზა, არავის გამოყოფა არ მსურს. ევროპის ჩემპიონატზე ჩამოვალ, რადგან ბევრი ქართველი მეგობარი მყავს და ისედაც დამპატიჟებენ საერთაშორისო ძიუდოდან. ძალიან გამეხარდება კიდევ ერთხელ აქ ჩამოსვლა და ევროპაზე დასწრება. მე საფერავი ძალიან მიყვარს, ის ჩემთვის წამალივით არის. მადლობა ინტერვიუსთვის.